ნიკო შენია ბუქი გამოვიდანე. დილამ შვიდობის, მოგესალმებით და მივესალმებით ჩვენს მაყურებელს. თანამედროვე სამყაროში იდეალური სხეულის ფორმების მქონე ერთგვარ გამოწვევად არის ქცეული დამეთანხმებით. ადამიანები ცდილობენ იპოვონ ინდივიდუალური კვების რეჟიმი, მიმართავენ სხვადასხვა დიეტას და ასე შემდეგ. მოკლედ, მეგობრებო, ბოლო პერიოდში ინტერნეტ სივრცეში განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს ეგრეთ წოდებული შვრიის სასმელი, რომელიც საზოგადოების ნაწილის თქმით გასახდომი ინექციების ბუნებრივ ალტერნატივას წარმოადგენს. ახლა კადრებში ვხედავთ, მის მოსამზადებლად გამოიყენება შვრიის ფანტელი, წყალი, ლაიმის ან ლიმონის წვენი, ასევე ხშირად უმატებენ ხოლმე მას დარიჩინსაც. TikTok-ის მომხმარებლები ირწმუნებიან, რომ ეს სასმელი ამცირებს მადას და მისი საშუალებით წონის კლება უფრო სწრაფად მიმდინარეობს. ამიტომ აღნიშნულ გამოწვევას საკმაოდ ბევრი მიმდევარი ყავს სოციალურ ქსელებში. სხვათა შორის, ამ ეგრეთ წოდებულმა ტრენდმა მიიპყრო სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების ყურადღებაც, როგორც ისინი გვეუბნებიან, შვრია ნამდვილად შეიცავს ბოჭკოს, რომელიც ადამიანს დანაკლების შეგრძნებას უფრო დიდხანს უნარჩუნებს, თუმცა ექიმები და დიეტოლოგები აღნიშნავენ, რომ ამ სასმლის ეფექტურობა არ არის მეცნიერულად დადასტურებული, ამიტომ მსგავსი საშუალებებით დაკლებული 11 კილოგრამები ხშირად არამდგრადი არის ხოლმე და მასთან ახლოს სწრაფი მომატება. სპეციალისტების თქმით, სოციალურ მედიაში გავრცელებული მსგავსი ტრენდები კლების პროცესის შესახებ ხშირად ქმნის ხოლმე არარეალისტურ მოლოდინებს. იქიდან გამომდინარე, რომ ძალიან აქტუალური არის კვლავაც ეს დიეტების თემა, დღეს შედარებით ჯანსაღ ალტერნატივებზე მინდა მოგიყვეთ თქვენ და ჩვენს მაყურებელს, რომელთა ეფექტურობაც უკვე არის ნამდვილად მეცნიერულად დადასტურებული. და მიმოხილვა აუცილებლად უნდა დავიწყო ხმელთაშუა ზღვის დიეტით. კი ბატონო, რომელზეც არასდროს არაერთხელ ვისაუბრია. ერთ-ერთი ყველაზე ჯანსაღი კვების რაციონი არის. წარსულში ჩატარებულმა არაერთმა კვლევამ აჩვენა, რომ ის სხვადასხვა მიზეზით გამოწვეული ნაადრევის სიკვდილის რისკს 23-დან 25%-მდე ამცირებს. ეხუმრები 23 და 25%. ძალიან მაღალი მოჩვენებელი არის. ასევე გულ სისხლძარღვთა დაავადებებს და სისხლში ქოლესტერინის დამწევ მედიკამენტებზე უკეთ კურნავს. ახლა რას გულისხმობს უშუალოდ ეს ყველაფერი. მოკლედ, ხმელთაშუა ზღვის დიეტა არის ზოგადი ტერმინი, რომელიც ხმელთაშუა ზღვის მოსაზღვრე ქვეყნების ტრადიციულ კვებით ჩვევებს მოიცავს. ამიტომ მას მკაცრად განსაზღვრული სტანდარტი არ აქვს. ვიცით, რომ მინიმუმ 16 ქვეყანა ესაზღვრება ხმელთაშუა ზღვას და ერთმანეთისგან განსხვავდებიან კვებითი მახასიათებლებით. თუმცა მინდა გითხრათ, რომ ძალიან ბევრი რამ მოგვთ მათ საერთოც და რას ემყარება ძირითადად ეს ხმელთაშუა ზღვის დიეტა. ეს არის დიდი რაოდენობით ხილი, ბოსტნეული, კარტოფილი, ლობიო, თხილი, პური და სხვა მარცვლეული. ასევე მთავარი არის, რომ ზეითუნის ზეთი არის გამოყენებული როგორც ეს ვთქვათ, ცხიმის ძირითადი წყარო. კი ბატონო. რძის პროდუქტებს, კვერცხს, თევზსა და ფრინველის ხორცს. აღსანიშნავია, რომ სწორედ ეს თევზისა და ფრინველის ხორცი ამ დიეტაში წითელ ხორცზე ბევრად უფრო დიდი რაოდენობით არის წარმოდგენილი. იგი ასევე ორიენტირებულია მინიმალურად დამუშავებულ მცენარეულ საკვებზე. რაც შეეხება ღვინის მირთმევას, მისი მიღება ჭამის დროს მცირე რაოდენობით არის შესაძლებელი. ტკბილეულის ჩანაცვლება კი ხილით ხდება. სხვათა შორის ძალიან ბევრი ცნობილი ადამიანი მიმართავს ხმელთაშუა ზღვის დიეტას, მაგალითად მათ შორის არიან სოფი ლორენი, ვიქტორია ბექემი, კამერონ დიასი, პენელოპე კრუზი და სელენა გომის და აქვე გეტყვით, რომ ლურჯი ზონების მოსახლეობა, ანუ იმ ზონების, სადაც სიცოცხლის ხანგრძლივობა არის ძალიან მაღალი, სწორედ აი ამ კვების რაციონს მიყვებიან ხოლმე. ვისაუბროთ ასევე კეტოგენურ დიეტაზე, რომელსაც საზოგადოება კეტო დიეტის სახელით იცნობს. ეს არის დაბალ ნახშირწყლოვანი, ცხიმოვანი და ცილით დაბალანსებული კვების რაციონი. მისი მთავარი მიზანი გახლავთ ორგანიზმი ეგრეთ წოდებული კეტოზის მდგომარეობაში გადავიდეს. ეს არის მდგომარეობა, როდესაც ორგანიზმი ენერგიისთვის ნახშირწყლების ნაცვლად იღებს, უშუალოდ იყენებს ცხიმებს. აღნიშნული კვების რეჟიმის მთავარი პროდუქტები, მოკლედ, ცხიმებში ეს არის ავოკადო, ზეითუნის ან ქოქოსის ზეთი, კაროტი და თხილი. ცილებში ფრინველისა და თევზის ხორცი, კვერცხი ასევე, რომელიც არის ცილის მნიშვნელოვანი წყარო, ბოსტნეულში ფოთლოვანი მწვანილი, ყვავილოვანი კომბოსტო, ბროკოლი და ყაბაყი. რძის პროდუქტებში არის უცხიმო ყველი, ნაღები და ბერძნული უშაქრო იოგურტი. თხილეულსაც შევეხოთ, ეს არის ნუში, ჩია, სელის თესლი, ზომიერი მოხმარებით, რა თქმა უნდა და დამატკბილებში გამოიყენება სტევია და ერითრიტოლი. სხვათა შორის ცოტამ თუ იცის ის ფაქტი, რომ ზოგადად კეტოგენური დიეტა თავდაპირველად ეპილეფსიის სამკურნალოდ შეიმუშავებს, განსაკუთრებით იმ ბავშვებისთვის, რომელთა სიმპტომები გრუნჩხობზე ვსაუბრობთ ამ შემთხვევაში, მედიკამენტოზურ მკურნალობაზე არ რეაგირებდა და ამისთვის შეიმუშავეს თავდაპირველად და სხვათა შორის კვლევებმა
არაერთხელ დაადასტურა ის, რომ კეტო დიეტა ეპილეფსიის მქონე პაციენტებში კრუნჩხობის სიხშირეს 50%-ით ამცირებდა. ასევე გარკვეულ შემთხვევაში კვების ეს რაციონი ორგანიზმს სისხლში შაქრის დონის კონტროლში ეხმარება და ინსულინის მგრძნობელობას აუმჯობესებს. სხვა შორის აქტიურად მიმართავენ კარდაშიან ჯენერების ოჯახი, მინდა გითხრათ კეტო დიეტაზე, სხვა შორის ჰოლი ბერიც საკმაოდ აქტიური. კეტო დიეტა და პლასტიკური ქირურგია მანდ ერთად არის, მოკლედ, ასე ვთქვათ, დღეს ქათამი არა და ექიმთან ვიზიტი და დაფიქრი და სახის გადაშევა. ქათამი ვჭამე დღეს გამჭერით. მსოფლიოში ყველაზე პოპულარული და გავრცელებული დიეტების შორის მესამე ადგილს პალეო დიეტა იკავებს. თუ არ გაგიგეთ, მაშინ გეტყვით, რომ კვების ეს რაციონი ეფუძნება იდეას, რომ ადამიანმა უნდა იკვებოს ისე, როგორც პრეისტორიულ ეპოქაში ხდებოდა. სწორედ ამიტომ მას ხშირად ქვის ხანის დიეტასაც უწოდებენ ხოლმე. მის უმთავრეს მახასიათებელს ბუნებრივი პროდუქტები წარმოადგენს. პალეო დიეტის მიმდევრებისთვის მიუღებელია იმგვარი საკვების მიღება, რომელშიც ქიმიური დანამატები რაღაცნაირი რაოდენობით მაინც გვხვდება. მოკლედ, მარტივად რომ ვთქვათ, პალეო დიეტის დროს უნდა მიირთვათ ის, რისი ბუნებრივი გზით მოპოვებაც ადვილი არის. ეს არის შინაური ცხოველის ხორცი, ოღონდ ამ დროს რა თქმა უნდა, პირუტყვი ბუნებრივ კვებაზე უნდა იმყოფებოდეს, თევზი და ზღვის პროდუქტები, კვერცხის სახლის რა თქმა უნდა უმჯობესია, იმიტომ რომ უფრო ნატურალური არის. სოკო და კენკროვნები უმჯობესია თუ თავად მოაგროვებთ, ბოსტნეული და ხილი, აუცილებლად ხალი რა თქმა უნდა, წვანილი სანელებლები და თავი. და თავად არაფერი კაი კარდიო გამოგდის შესაბამისად და ფიზიკური აქტივობა. საკვები რაციონიდან უნდა გამორიცხოთ რძის პროდუქტები, მარცვლეული, კარტოფილი, შაქარი, მარილი, ზეთი, ნახევარფაბრიკატები და რა თქმა უნდა ალკოჰოლი. სხვა შორის 2019 წელს ჩატარებულმა რძის პალეო დიეტა არის. მე არ ვიცნობ პალეო დიეტას კარგად და სხვა შორის კვლევა მაჩვენა, რომ პალეო დიეტა არტერიულ წნევას საგრძნობლად აუმჯობესებს, თუმცა სპეციალისტები მაინც აღნიშნავენ, რომ გარკვეული ასე ვთქვათ საკვები პროდუქტების სრულად გამორიცხვა არ არის რეკომენდირებული. რეკომენდირებული, ამიტომ უნდა გავიაროთ ინდივიდუალურად ეს ყველაფერი. პალეო დიეტას ხშირად მიმართავენ ისეთი ცნობილი სახეები, როგორებიც არიან მეთიუ მაკონაჰი და მეგან ფოქსი სხვათა შორის. მეოთხე ყველაზე გავრცელებული დიეტადაც მოგყვებით, ეს არის ატკინსის დიეტა. ეს არის დაბალ ნახშირწყლოვანი კვების რეჟიმი, რომელიც ამერიკელმა კარდიოლოგმა რობერტ ატკინსმა შექმნა. დიეტის მთავარი იდეა არის ნახშირწყლების მკვეთრი შემცირება და ცილებისა და ცხიმების მაღალი რაოდენობით მიღება. ატკინსის დიეტის დროს ხშირად იზღუდება პური და ცომეული, რა თქმა უნდა, ტკბილეული, მაკარონი, ბრინჯი და სხვა მაღალ ნახშირწყლოვანი პროდუქტები. ოღონდ დაშვებული არის ხორცის, ყველის, თევზისა და კვერცხის მიღება. სხვა შორის ის იყოფა რამდენიმე ეტაპად. პირველ ფაზაში ნახშირწყლები, ასე ვთქვათ, განსაკუთრებით მკაცრად იზღუდება, თუმცა შემდეგ ეტაპებზე მათი ნაწილი ნელ-ნელა ბრუნდება უკვე რაციონში. კვლევის ნაწილი აჩვენებს, რომ ატკინსის დიეტა ეფექტურია წონის კლებისთვის, მათის კონტროლისა და სისხლში შაქრის დონის რეგულირებისთვის, თუმცა სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ ხანგრძლივად ასეთი მკაცრი კვების რეჟიმი ყოველთვის რეკომენდირებული არ არის. აქვე მინდა ცოტა უცნაურ და საშიშ დიეტებზეც მოგვითხრა. არაერთია ასეთი კი, კაცო. და მე რამდენიმე მათგანი გავაერთიანე დღეს. მე ერთი კვერცხის დიეტა მიყვარს მთელი კვირის განმავლობაში რო ანაწილებ. პირველ დღეს რო ხარშავ, მეორე დღეს რო მაცივარში და მესამე დღეს უნდა შეხედო. მეოთხე დღეს თავში იზევ. ნუ კვირის ბოლოს უნდა გადააგდო რა თქმა უნდა. არ გახსოვს ესეთი დიეტები არისო. აი კვერცხის დიეტის პარალელურად რაც არ უნდა გასაკვირიყოს, არსებობს ეგრეთ წოდებული თასმისებული ჭიების დიეტა. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე საშიში და უცნაური კვების რაციონი. ძალიან არასასიამოვნო კადრები იყო, თუმცა ეს არის ჭიები, რომელიც ძალიან გავს ეს წვრილ თასმებს, ანუ გრძელი ჭიები რო არის ამაზე ვსაუბრობ. ადამიანები სპეციალურად ამ პარაზიტების კვერცხებს ყლაპავდნენ, მათ შეეროდათ, რომ ისინი მიღებული საკვების ნაწილს შეჭამდნენ, ანუ პარაზიტები ამ შემთხვევაში და ასე მისდევდნენ ამ უცნაურ და საკმაოდ საშიშ დიეტას და ამიტომ სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები არიან ამის სასტიკი წინააღმდეგები, რადგან ის ჯანმრთელობის სერიოზულ გართულებებთან არის დაკავშირებული. თუმცა იყო კადრები, სადაც ესე პირდაპირ იღებულად იმდენად ზიმე სანახავია, რომ კაიქენ, ყოჯაღნინი. არ ბაჩოეს ეს არის აი წვრილი თასმის მსგავსი შენახე ეს კადრები. კი.
არ დაინტერესებული და მე ანახი ისე არ დატოვა რა. ეს არის მე. არა, იმიტომ რომ ანუ მუსიკი ვიღაცებმა გააზია, გაუზიარეს საზოგადოებას. კი ბატონო, მე შემდეგ არსებობს ბავშვის საკვების დიეტაც, რომლის დროსაც ადამიანები საკვები პროდუქტების ნაცვლად არასრულწლოვნებისთვის განკუთვნილ ფაფებს მიირთმევენ. მეგობრებო, ეს მიდგომა რაღაც დროის განმავლობაში მინდა გითხრათ, რომ ძალიან პოპულარული იყო ჰოლივუდში, რადგან ითვლებოდა, რომ ბავშვობის პორციები უფრო პატარა და დაბალკალორიული იყო და შესაძლოა ყველაფერი იყო, ასე ვთქვათ, დაბლენდერებული, ეგრეთ წოდებულად და ასე იღებდნენ. ძალიან კალორიულია, როგორც ვიცი, პირიქით არა? წესით კი. ბამბის ბურთულების დიეტაზე თუნდა მოგიყვეთ, ბამბის ბურთულებით, ეს არის ასევე რა თქმა უნდა ჯანმრთელობისთვის უკიდურესად საშიში და სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველი წონის კლების მეთოდი. ამ დროს ადამიანები ბამბის ბურთულებს პირდაპირ გაგებით ჭამდნენ, რათა თავი დანაყრებულად ეგრძნოთ და სპეციალისტები რა თქმა უნდა საზოგადოებას აფრთხილებენ, რომ ამან შესაძლოა ნაწილობის კეჩუპში აქვს ეს ბამბა? სხვა მძიმე პრობლემები გამოიწვიოს. რომ უფრო რაღაცა გემო ქონოდა ამ ყველაფერს. გავრცელებული არის ძილის დიეტაც, ეგრეთ წოდებული, ის ემყარება პრინციპს, რომ რაც უფრო დიდხანს წინავს ადამიანს, მით უფრო ნაკლებს. აი რა შეიძლება გააკეთოთ. და ბოლოს მიმოვიხილოთ მთვარის დიეტაც, მეგობრებო, მის მიმდევრებს შეერათ, რომ მთვარის ციკლი ადამიანის ორგანიზმზე, მეტაბოლიზმსა და წყლის ბალანსზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს. ამიტომ სავსე მთვარის ან ახალი მთვარის დროს ისინი 24 საათის განმავლობაში მხოლოდ წყალს, ჩაის ან წვენებს, სითხეებს იღებენ ძირითადად, თუმცა მიუხედავად პოპულარობისა არ არსებობს ჯერჯერობით ყოველ შემთხვევაში მეცნიერულად დადასტურებული მტკიცებულება იმისა, რომ მთვარის ფაზები წონის კლებაზე პირდაპირ გავლენას ახდენს. მოკლედ ეს არის ის უცნაური, ზოგი სახალისო, ზოგი საკმაოდ საშიში დიეტები, რომლებიც ასევე გავრცელებული არის მსოფლიოში. ახლა გადავიდეთ გამოცნობანას ნაწილზე. ამ საკითხების ირგვლივ ინფორმაციები გავაერთიანე და ვნახოთ როგორ გვამეცადინე. კი ბატონო. როგორ გვამეცადინე, არა უშავს. ეხლა რაც მოყევი ამის ირგვლივ არის თუ თემატიკა ჯანსაღი ყვების მე ჩემი ძლიერი მხარე დიეტები არ არის. არა უშავს კაცო. არა, საკმაოდ ზოგადი, საკმაოდ მარტივი, ზოგი რთული კითხვაც არის და დავსვათ მოკლედ პირველი შეკითხვა. როგორ ფიქრობთ, რომელი საკვები შეიცავს ყველაზე მეტ ბოჭკოს? კარტოფილი, პური, ბოსტნეული, მაკარონი. მარტივით დავიწყოთ, აბა. როგორ ფიქრობთ? ბოსტნეული არა, ბოსტნეული აბა. უნებრივია. კარგით. მითია თუ რეალობა? საღამოს 6 საათის შემდეგ ჭამა ასუქებს. მითია თუ რეალობა? მითია. ძალიან კარგად მივდივართ, იმიტომ რომ მნიშვნელოვანი არის კალორიების რაოდენობა და არა უშუალოდ საათი. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან გავრცელებული იყო წლების განმავლობაში ეს მიდგომა. კი, რო 6-ის მერე თუ არ შეჭამ გახდები. კი. მიყვებოდი რაღაც პერიოდის განმავლობაში. მან რაღაც ლოგიკაც არსებობდა, გარკვეული ლოგიკა, თუმცა გინდა რომ ასე არ არის. ჯანმრთელობისთვის გვიან ჭამა არ არის კარგი, ხამაზე ხო ვთქვით. დღეში დაახლოებით რა რაოდენობის წყლის მიღება რეკომენდირებული? 1 ჭიქის 2-3 litrამდე, 5 ლიტრის წყალი მხოლოდ მაშინ უნდა დაბლიოთ, როცა წყურია. იცი, ეს ძალიან სადაო საკითხია ჩემი. მაინც რომელი არის უფრო გავრცელებული? 2-3 მომხაზე, იმიტომ რომ ასე არის რეკომენდებული ვიცით. თუმცა უცხოეთ ჩვენს მოყოლოდროს ზოგადად ძალიან ბევრი იცვლება ხოლმე ჯანსაღყვებასთან მიმართებაში აი ეს ინფორმაციები. კარგით, მითია თუ რეალობა? ყველა უშაქრო პროდუქტი დიეტურია. არა, ყველა უშაქრო პროდუქტი დიეტური არ არის. მითი არის, ხო შეიძლება ძალიან ბევრი ადამიანს გონია ხოლმე, თუმცა იმდენად ბევრი დამატკბობელი არის ხოლმე გამოყენებული ხშირ შემთხვევაში, რომ ის უფრო არის ხოლმე საფრთხის შემცველი. კარგით, რას გულისხმობს ეგრეთ წოდებული 16-8 დიეტა? 16 სხვადასხვა საკვების მიღებას, 16 საათიან შიმშილსა და 8 საათიან კვების ფანჯარას, დღეში მხოლოდ 8 ჭიქა წყლის დალევას, თუ მხოლოდ 16 საათის შემდეგ ჭამას. მე მგონი 16 საათიან შიმშილსა და 8 საათიან კვების ფანჯარა. ეს არის ეგრეთ წოდებული ინტერვალურ შიმშილსაც უწოდებენ. ჯერჯერობით გადასარევად მივდივარ, ყოფილი ვარ ჩემი თავი. კი. ხო დავსვათ მაშინ. რა არის ეგრეთ წოდებული ჯანსაღი თებშის მთავარი პრინციპი, როგორ ფიქრობთ? აბა, ჩამოვთვალოთ. მხოლოდ ცილოვანი საკვების მიღება, მხოლოდ ბოსტნეულის მირთვება, ბალანსირებული პორცია, თუ მხოლოდ დაბალკალორიული საკვები. სალომე შეიძლება ბალანსირებული პორცია. ბალანსირებული პორცია. თაკ, მეთანხმებით? ხო, მე საერთოდ ჯანსაღი თებშის პრინციპს ვეძახი ამ ბოლო დროს ყველაფერი რაც ფერადია ერთად თავმოყრილ. და დაბალანსირებული. ხო, ანუ ესე იგი ეს გამოდის ყველაფერში კარგია ეს ბალანსი. ალბათ ვეძებდი სადღაც ბევრი სიფერადე, მაგრამ არ დამხვდა. ბალანსირებულიც იგივეა, კი ბატონო.
მითია თუ რეალობა წყალი წონის კლებაში გვეხმარება? არა, რეალობა. იმიტომ რომ ნუ საკუთარ თავზე დასაწყისით ხო აღნიშნე რომ წყალი უნდა მივიყოთ რომ არ მოხდეს ორგანიზმის დეჰიდრატაცია. კარგი. დეტოქს წვენები, რომლებიც საკმაოდ პოპულარული არის, მართლა წმენს თუ არა ორგანიზმს? როგორ ფიქრობთ? არა, ორგანიზმს საკუთარი დეტოქს სისტემა აქვს. დიახ, დეტოქს წვენები ორგანიზმიდან ტოქსინების გაბნების გისმენთ. არ ვიცი, ალბათ კი, მაგრამ მგონია რომ არ ვიცი, არა მგონია რომ ეს ხოთა შორის მე არასდროს არ სანამ მომზადებდი თემას მეგონა რომ თემა რომ მომზადდა მივხვდი რომ არა, იმიტომ რომ როგორც ამბობენ, რა თქმა უნდა, ჩემი აზრი არის, სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები ორგანიზმს აქვს საკუთარი დეტოქს სისტემა. აი ეგრე, ძალიან კაი, რომ არაფერი არ მიშხამავ თავს. აი ეგრე. აღარ დავინახო რომ დეტოქს წვენები და ურთიერთობებში რა. ციფრული დეტოქსი. აურა კარგი როგორ რაღაც. ფიქრობთ, ყავისფერი შაქარი უფრო ჯანსაღია თუ თეთრი? არ აქვს მნიშვნელობა. ყავისფერი, თეთრი? ყავისფერი. იგივეა, როგორც პრაქტიკულად იგივე არის, ძალიან ცოტა სხვაობა არის ასე ვთქვათ. კარგი, და დავსვათ უკვე ბოლო შეკითხვა ამაზე გესაუბრეთ დღეს და ახლა ვნახოთ, რომელი დიეტა გულისხმობს ნახშირწყლების მნიშვნელოვნად შემცირებასა და ცხიმების მაღალი რაოდენობის. კეტო. კეტო არის. ეს არის უკვე კეტოგენური დიეტა. კეტანტური. კარგად გავარჩით მგონი თავი ძალიან კმაყოფილი ვარ ჩემ. 10-დან 10. ძალიან კმაყოფილი ვარ, თითქოს მთელი ცხოვრება დიეტაზე ვიყო. მაგრამ კმაყოფილი ვარ, ესე იგი შევიმეცნე ის რაც არ ვიცოდი და დილის ეთერის საშუალებით გამეცადინები ვარ. დიეტას ჩავანაცვლებდი მე ჯანსაღი კვები. რეალურად ყველაფერი რაც უნდა ვიცოდეთ ჯანსაღი კვების ირგვლივ, აი ეს ინფორმაცია მომოიმარაგე. ეს დიეტები სწორედ ჯანსაღი კვების პრინციპზე არის აწყობილი. კი, ყველაფერი რაც გაგვიზიარენ ამ წლების მანძილზე გვეგონა რომ დიეტა იყო შიმშილი, მაგრამ არა ეს მითი უკვე დიდი ხანია წარსულს ჩაბარდა. მადლობა ნინიკო. დიდი მადლობა, ძალიან საინტერესო იყო შენი სტუმრობა, როგორც ყოველთვის.